მოგესალმებით, დავბრუნდით შემდეგი ეპიზოდით. დღეს ჩვენი სტუმარი გახლავთ ფსიქოთერაპევტი და ენეაგრამას ტრენერი, ბატონი ილია ნიკაჭაძე. დიდი მადლობა მოსვლისთვის და მოგზაურობისთვის. როგორ გიკითხა? შენივრად, თქვენ როგორ ხარ? დაიხარით, მადლობა. პირველ რიგში რომ გავაცნოთ ხალხს იმათ, ვინც არ გიცნობს, ვინც გიცნობს და ბევრი გიცნობს, რა არის ენეაგრამა და ზოგადად რა აუცილებლობას ატარებს, რომ ეს ადამიანმა დაინტერესდეს ადამიანი ამ ყველაფრით. ენეაგრამა არის ფსიქოთერაპიის დადგენის ტექნიკა და ის გაძლევს ისეთ მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხს, როგორიც არის, როგორი ადამიანი ვარ, როგორია ჩემი ხასიათის თავისებურებები, რა ძლიერი მხარეები მაქვს, რა სისუსტეები მაქვს, რა გამოწვევები მაქვს, როგორ შეიძლება სხვადასხვა ცხოვრებისეული პრობლემები გადავლახო და მოვაგვარო. პირობითად, როდესაც შენი საკუთარი ფსიქოტიპი, მარტივად ხვდები, რა გჭირდება იმისთვის, რომ უკეთესპირა ცხოვრება გქონდეს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ შენი შემოსავალი გაიზარდოს, კარიერული წინსვლა გქონდეს დინამიური და სტაბილური ცხოვრებაში. ასევე მაგალითად შენ თუ იცი შენი გარშემო მყოფი ადამიანების ფსიქოტიპი და ენეაგრამა ამაშიც გეხმარება, რომ არა მარტო შენი თავი დაენახო, არამედ სხვებიც, ესე ვთქვათ, რენტგენის ქვეშ გაატარო. და როდესაც იცი სხვა ადამიანების ფსიქოტიპი, მათთან კომუნიკაცია მარტივდება. მართლაც უფრო მარტივია ურთიერთობა შენ შვილთან, როდესაც მის ტიპაჟი იცი. მარტივია ურთიერთობა შენს ქმართან თუ ცოლთან, როდესაც იცი რა ადამიანთან გაქვს საქმე, როგორ შეიძლება მას მიუდგე, როგორ შეიძლება მასთან უფრო ნაყოფიერი ურთიერთობა გქონდეს. მარტივია შენს ხელმძღვანელთან სამსახურში ურთიერთობა, მარტივია შენს თანამშრომელთან და დაქვემდებარებულთან და პრიმიტიულად ვთქვათ, მეზობელთანაც კი გემარტივდება ურთიერთობა. შესაბამისად, ენეაგრამა არის ინსტრუმენტი მათთვის, ვისაც უნდა რომ საკუთარი თავისა და სხვა ადამიანების უკეთ შეცნობის ხარჯზე გაიუმჯობესოს ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხები. აი მოდი ესეთი პრიმიტიული მაგალითი მოვიყვანოთ. ხო, ყველამ ვიცით ჩვენი სისხლის ჯგუფი. თავისთავად. თუ ვიცით სისხლის ჯგუფი, რატო არ ვიცით ჩვენი ფსიქიკის თავისებურება, ანუ ჩვენი პიროვნების ტიპი? ჩვენ როგორც წესი თითოეულმა ჩვენთანგანმა ვიცით ჩვენი ფიზიკური მონაცემი, ფეხის ზომა იქნება თუ სხვა. თუ ვიცი ჩემი ფეხის ზომა, ანუ ვიცი ფეხის ზომა რა არის, ხო? თავისებურება შენი ფეხის, რომ ფეხსაცმელი შეურჩიო შესაბამისი. აი ეს თუ იცი, რატო არ იცი შენი ფსიქიკის თავისებურება, რომ ამ ფსიქიკასაც შესაბამისი გარემო, შესაბამისი ადამიანები შეურჩიო. და საინტერესო რამეა. და რამდენად რთულია საერთოდ ეს პროცესი, როცა ინდივიდუალურად მუშაობ ადამიანთან, რამდენად აღწევს უმეტესობა ამას ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ვიცი რა დამოკიდებულია მის мотиваციაზე. მე ვაძლევ ინსტრუმენტს, მე ვაძლევ გზას, მაგრამ რამდენად გაივლიან ამ გზას. ეს უკვე მათი мотиваციისა და მონდომების საკითხი. აი წარმოიდგინე შენ იცი რუკა სად არის საგანძური, მაგრამ მიხვალ თუ არა საგანძურამდე, ეს უკვე შენი არჩევანი გადაწყვეტილება და მონდომება. კი. რა თქმა უნდა, შენ აძლევ ინსტრუმენტებს და იმან ეს ეს ქართული ანდაზა არის. მეო მიყივლია, მამალი ამბობსო, მეო მიყივლიაო, მაგრამ გათენდება თუ არა ეს ღმერთმა იცის. თავისთავად. აი დაახლოებით ამ მასში ვარ, პოზიციაში ვარ მეც, რომ მე განახებ, გაჩვენებ ეხლა სად ხარ, ეხლა როგორი ხარ, გაჩვენებ როგორ შეიძლება უკეთესი გახდე და გაჩვენებ უარესი ვერსია რა შეიძლება იყოს ამ ყველაფრის. ფაქტიურად შენ გაქვს მთელი დინამიკა შენი როგორც რეგრესის, ისე პროგრესის და ამის შემდეგ შენ ირჩევ საით წახვიდე. თუ შენი არჩევანი გადაწყვეტს, მე რა შედეგები გექნება ცხოვრებაში. ინსტრუმენტები გაქვს. და ასევე ორი კითხვა მაქვს აქვე, რომ თუ ყველა ადამიანი, ანუ უმეტესობა მაინც გაივლიდა ამას, როგორ წარმოგიდგენია, რომ იქნებოდა სამყარო და ასევე ხო ჯერ ამას გავუცეთ პასუხი და შემდეგ კითხვასაც მოვაყოლე. თუ აწარმოებ კონტენტს, გინდა ჩაწერო ვიდეოები, განავითარო შენი პირადი ბრენდი, ბიზნესი, მაშინ podcast corner studio შენთვისაა. მაქსიმ გორკის 11 ნომერში შეგიძლია მობრძანდე, დაჯავშნო იმ საიტზე, რომლის ლინკსაც დავტოვებ აღწერაში, მოხვიდე და კომფორტულად ჩაწერო შენი მასალა. სადაც დაგხვდება უმაღლესი ხარისხის აპარატურა და იდეალური გარემო. არის კვლევაც ჩატარებული მაგალითად კომპანიებში, სადაც ენეაგრამას ინსტრუმენტი დაინერგა, რა შედეგები მოიტანა. ხა კომპანია არის მიკროსამყარო, ხო? მიკროსოციუმია. და აღმოჩნდა, რომ იქ სადაც ენეაგრამა იციან, შემცირებული არის კონფლიქტების რაოდენობა. და გაზრდილი არის კომუნიკაციის ხარისხი და კოლაბორაციის ხარისხი. ხა რატო ხდება? ნახე მე რომ შენი ტიპაჟი ვიცი, უფრო მარტივად მესმის შენი. უფრო ხვდები ასე რატო აზროვნებ.
ან ასე რატო იქცევი? აი, ხო გქონია განცდა, რომ ნეტა იმის ტვინში ჩამახედაო. კი, რა თქმა უნდა. ეს ფიქრი. ენიაგრამა სწორედ ტვინში ჩახედვა და ტვინში რომ იხედები, იქ პოულობ პასუხებს კითხვაზე ასეთი რატომ არის? და როგორ შეიძლება ასეთთან უფრო ნაყოფიერად ვიურთიერთოთ? ნახე, მე რო შენი მესმის აღარ უბრაზობ შენზე და აღარ მწყინს. და ამავდროულად პოულობ გზებს, როგორ გეთანამშრომლო. იმიტომ რომ ერთი ძალიან საინტერესო ფორმულაა და ეს ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. რომ თუ კი მათემატიკურად 1 + 1 უდრის 2-ს, როცა საქმე ადამიანებს ეხება 1 + 1 2-ზე მეტია. ანუ ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება უფრო მეტ შედეგს დებს, ვიდრე ცალ-ცალკე შეგვეძლო ეს შედეგი რომ დაგვედო. და გაერთიანებისთვის მე მჭირდება რა, ზუსტად ვიცოდე ვინ ვარ, როგორი ვარ და ასე ზუსტად ვიცოდე შენ რა ტიპაში ხარ. ძალიან კარგი მაგალითი შეუძლია მოვიყვანო კულინარიიდან. როგორ იქმნება კულინარიული კერძები? ნუ არის კერძები, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეიქმნა, მაგრამ კერძების დიდი ნაწილი შეიქმნა ადამიანმა, რომელმაც კარგად იცის ინგრედიენტების თავისებურება. და ამის ხარჯზე აერთიანებს ინგრედიენტებს. და ამის ხარჯი არის, რომ პირობითად ჩვენ როდესაც ყიდულობთ ყველს, ყიდულობთ პომიდორს და ფქვილს, ცალ-ცალკე ის უფრო იაფიღირს, ვიდრე როდესაც პიცას გამოვაცხობთ და გავყიდით. ასე იქმნება დაბატებით ღირებულება. ჩვენ თუ გვინდა შევქმნათ ეს ღირებულება ერთად, მაშინ აუცილებელია ვიცნობდეთ საკუთარ თავს პირველ რიგში საფუძვლიანად და ვიცნობდეთ იმ ადამიანს მეორე მხარეს, ვისთან ერთადაც უნდა შეიქმნას ეს ყველაფერი. ძალიან საინტერესოა და მაინტერესებს საიდან მოდის ზოგადად ეს სწავლება თუ ეს მეცნიერება თუ რაიმეს და რამდენწლიანი პრაქტიკაა საერთოდ. როგორც ფსიქოლოგია არის მეცნიერება და ექსპერიმენტული მეცნიერების კატეგორიას მიეკუთვნება, ეს არ არის ზუსტი მეცნიერების კატეგორია. ანალოგიურად ენიაგრამა არის ფსიქოლოგიის ერთ-ერთი განშტოება, ერთ-ერთი მიმართულება და ის ჩამოაყალიბა და შექმნა ფსიქიატრმა, მედიცინის დოქტორმა კლაუდიო ნარანხომ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ როდესაც საფუძველი აქვს ესეთი მყარი, რომ მედიცინის დოქტორი ქმნის ამ ინსტრუმენტს, შესაბამისად ინსტრუმენტი უფრო ზუსტი, უფრო კონკრეტული და უფრო მიზნობრივია. მე ენიაგრამას კოვიდის შემდეგ დავიწყე აქტიურად ამის საქართველოში შემოტანა, საკმაოდ დიდი პოპულარობა მოჰყვა და დიდი შედეგები მოიტანა. ჩაკითხვა, აი როგორ დაინტერესდი საერთოდ და რა მიგიზიდა? მარტივად მე თითქმის ყველა ინსტრუმენტი, რომელიც ფსიქოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში არსებობს, საკუთარ თავზე მაქვს გამოყენებული. რომელმაც ყველაზე მეტად იმუშავა, შესაბამისად იმის უფრო მეტად დავინტერესდი. ნუ ცხადია ყველა ინსტრუმენტმა თავისი აგური დადო, ჩემი მშენებლობის, შინაგანი მშენებლობის საქმეში. მაგრამ ენიაგრამამ ეს ყველაფერი შეკრა და სისტემური ხასიათი მისცა. და რატო ახლა ნახე, აი თუ შენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ დაინახო ხელის გულზე შენი ცხოვრება. დაინახო რა ხდებოდა შენს წარსულში და რა შექმნა ამ ყველაფერმა. დაინახო ვინ ხარ და როგორი ხარ ახლა და დაინახო შენი პერსპექტივა და პოტენციალი, ვინ შეგიძლია გახდე. მაშინ ენიაგრამა შენთვის არის, იმიტომ რომ ზუსტად აი ამ შედეგს მოგიტანს. აი როგორც ფილმში ისე შეხედავ შენს ცხოვრებას, როგორც რუკას უყურებ, აი ისე დაინახავ შენ განვლილ და გასავლელ გზას. და ეს ძალიან დიდ კომფორტს იძლევა, იმიტომ რომ შენ შეგიძლია გააკეთო ზუსტი პროგნოზირება შენი განვითარების. და რაც მთავარი არ მარტო პროგნოზი გააკეთო, იპოვო მოკლე გზები. იმიტომ რომ შენ შეიძლება ძალიან დიდი ხანი იწვალო მარტო იმის დასადგენად, რაზე გაქვს სამუშაო. ფაქტიურად ხელის გულზე გადმოტანილი თვითშემეცნებაა ეს. რა თქმა უნდა, კი. ძალიან საინტერესოა. სტანდარტული მიდგომებით ადამიანს ჭირდება პირველ რიგში იმის ძებნა აქტიური, რა არის მოსაგვარებელი პრობლემა. სად არის ძაღლისთავი დამარხული? ბევრი ვერც ხვდება რომ პრობლემა აქვს. რა თქმა უნდა, კი. ენიაგრამა ზუსტად ამაში გეხმარება, რომ ზუსტად მიაკვლიო პრობლემას. აი მე ძალიან მიყვარს მეტაფორა, რომ შენი ფსიქიკა არის სახლი. აი წარმოიდგინე, რომ წყალი ჟონავს საიდანღაც ამ სახლიდან. აი ტოქსიკური ურთიერთობა არის, რომ შენი სახლიდან წყალი ჟონავს მეზობელთან. ეხლა სტანდარტული მიდგომები, რაც მე არაერთი ვცადე, ეს არის, რომ უნდა გადათხარო მთელი სახლი, რომ იპოვო ადგილი, საიდანაც წყალი ჟონავს, ანუ სად არის დაზიანება. ენიაგრამა ეს არის თანამედროვე ინსტრუმენტი, რომელიც ზუსტად გეუბნება, რომ აი ეს პარკეტი უნდა მოიხო და აი იქ არის დაზიანებული ადგილი და იმის შეკეთება საკმარისია, რომ აი ეს ტოქსიკურობა, დაზიანება სხვისი შეწყვიტო. ანუ ზუსტად ურტყავს იმ პრობლემას, სადაც წერტილოვნად, კი. ეს კი რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უზარმაზარი ფული იზოგება, ენერგია იზოგება, შრომა იზოგება და მოკლე გზაა. ანუ ენიაგრამა არის იმ ადამიანებისთვის,
ისეც უნდა პიროვნული განვითარების და ცხოვრების გაუმჯობესების მოკლე გზები იპოვოს. თუ შენ გინდა რომ იხეტიალო წლები და რა ვიცი, ქართული ანდაზა არის ესეთი რომ 2 ფუთი მარილი უნდა ჭამო რომ ადამიანი გაიცნო, თუ შენ გინდა რომ 2 ფუთი მარილი ჭამო, რა ვიცი მე, ერთად გამოიაროთ ნახევარი ცხოვრება და მერე გააკეთო დასკვნა, სად იყო პრობლემა და რის შეცვლა შეგეძლო, შენი არჩევანია. არსებობს უფრო მარტივი და მოკლე გზა ურთიერთობის დასალაგებლად და საკუთარი თავის გასაუმჯობესებლად. თუ მარტივი გზა გინდა, მაშინ აირჩევანი აგრამ. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ნებისმიერ ასაკს შეუძლიათ მოსვლა, თუ არის რაღაც გარკვეული პროტოკოლები? ხა, ბავშვების შემთხვევაში, ცოტა რთულია დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ჩამოყალიბების ეტაპზეა მისი ფსიქიკა. მაგრამ ზარსულების შემთხვევაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ენიაგრამას გამოყენება საკუთარი ტიპაჟის ასადგენად. კი. აი, ლინკი იქნება თქვენიც და შეიძლება ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, რა თქმა უნდა. ჩვენ ეს ყველაფერი განახორციელოთ ერთად რა. კი. ჩვენ 6 აპრილს ვიწყებთ ენიაგრამას მე-12 ენაგად, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ეს ინსტრუმენტი შეისწავლონ. რასთან რომ ორი მიმართულება გაქვს, ერთი სამოყვარულო, თუ გინდა რომ შენი პიროვნული განვითარების გამოიყენო და მეორე პროფესიონალური, თუ შენ გინდა ენიაგრამა კონსულტანტი გახდე და სხვა ადამიანებს დაეხმარო საკუთარი ტიპაჟის დადგენასა და განვითარებაში. თან რას მთავარია, ანუ არ მოდის წინააღმდეგობაში არანაირ სოფხედველობასთან, რელიგიებთან და პირიქით, ანუ რეალურად ყველაფერთან თავსებადია, ხო? კი, იმიტომ რომ ეს არის რა, ის გიხსნის ყველაფრის მიზეზს, მათ შორის გიხსნის მიზეზს, რატომ არის ზოგი ადამიანი, რომ რწმენა უფრო მეტად სჭირდება და უფრო მეტად არის, ესე ვთქვათ, მიდრეკილი რელიგიებისკენ, ხო? შეიძლება აზარალებდეს ხო რწმენა ფანატიკური რწმენა. რა თქმა უნდა, ხო. და ასევე გიხსნის, რატო არის ზოგი ადამიანი უფრო რაციონალური, უფრო მეცნიერულ არგუმენტებს ითხოვს, ლოგიკურ ახსნებს ითხოვს. მიხდი, ანუ ის არ გამორიცხავს არაფერს, ის ყველაფერს გიხსნის. ანუ ის არ გეუბნება ეს ცუდია, ეს კარგი, ის გეუბნება რატომ არის ის, რაც არის. ანუ სარკესავით გახედებს. რა თქმა უნდა, სარკე. კი. თვითშემეცნებაც რეალურად ეგაა. კი, საბოლოო მიზანი თვითშემეცნების არის სარკე. კი, ოდე ის საინტერესო რა არის, უბრალოდ რეალობის აღწერი სარკე არ არის. ის ერთდროულად არის სარკე. გვანახებს, ხო? კი, აი ორი ტიპის სარკე არის, სამი ტიპის სარკე არსებობს. სარკე, რომელიც გაჩვენებს როგორი ხარ, სარკე, რომელიც გასუქებს და სარკე, რომელიც გახტუნებს. აი ენიაგრამა სამივე ვარიანტს გაჩვენებს და გეუბნება, რომ ეს ხარ თუ რაღაცას არ მიხედავ, შეიძლება ის გახდე, თუ მიხედავ, აი ეს განვითარების და ზრდის პოტენციალი გაქვს. ახლა შენ აირჩიე რა გინდა. შენი ცხოვრება და შენ გადაწყვიტე რომელი გირჩევნია. როგორ მართავ საჭეს. დიდი მადლობა. აი მაინტერესებს ეხლა არის აქტუალური, როდის არისო, მაგრამ ძალიან ხშირად ინგრევა ოჯახები, ხშირად ინგრევა ურთიერთობები, გინა შეყვარებული არავოთ, გინა ოჯახები და ღალატი. საერთოდ რატო ღალატობს ადამიანი ადამიანს და რატო ინგრევა ოჯახები და ურთიერთობები ესე ხშირად და პანტაპუნტით. კი. მოდი ესეთი რაღაცა ჯერ განვმარტოთ, ხო? როდესაც ურთიერთობაში ჩდება მესამე პირი, ეს მიუთითებს იმას, რომ ადამიანები ერთმანეთს ვერ ავსებენ. აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფსიქიკა ადამიანის, რომელიც ტრავმირებულია, მისი შევსება ძალიან რთულია. და ხშირ შემთხვევაში მეორე ადამიანის და შეუძლებელია, რომ ის იყოს საკმარისი მისთვის. ანუ ფაქტიურად გარდაუვალი არის მესამე პირის ურთიერთობაში გამოჩენა. თუ ეს ტრავმირებული ფსიქიკის თემა არის, თუ ფსიქიკა მეტნაკლებად ჯანსაღია, მაშინ მეორე ადამიანს ხელი ეწიფება თავის პარტნიორს მისცეს ის, რაც სჭირდება და ამით ახალი ადამიანის მის ცხოვრებაში გამოჩენის ალბათობა შეამციროს. ფიქრობ თუ არა, რომ საკმარისია სიტყვაზე წყვილში ერთი ადამიანის თვითგანვითარება და აუცილებელი პირიქით ერთი ადამიანის თვითგანვითარება ხო რეალურად ორივემ უნდა დაიწყოს თავის თავზე მუშაობა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს წყვილში ერთი ადამიანი ვითარდება, ეს დიდი ალბათობით მოიტანს მესამეს გამოჩენას, იმიტომ რომ უბსკრული იზრდება. ნახეთ, წყვილთა შორის ურთიერთობა არის აი ეს. თუ ერთი ზევითავით და უბსკრული გაიზარდა და ეს უბსკრული ვიღაცა სხვამ უნდა შეავსოს. ან შეიძლება ადამიანმა, ის ვინც უარსამობს მესამის დამატებაზე, ის ცხოვრობს სიცარიელისა და დანაკლისის პროცესში და ეს სხვა უარყოფ შედეგებს მოიტანს. მეხუთით, იმისთვის რომ უბსკრული არ გაჩნდეს, საჭიროა რომ ჩვენ ახლოს ვიყოთ ერთმანეთთან. პირველ რიგში პიროვნული განვითარებით, იმიტომ რომ ახლოს ყოფი ადამიანები უფრო ურთიერთშემავსებელ ურთიერთობაში არიან. მოდი ხა ფსიქოტიპების მიხედვით განვიხილოთ, რა შეიძლება იყოს ღალატის მიზეზი და რა უბიძგებს ადამიანს ამისკენ. და ეხლა 9 ფსიქოტიპს ვერ მიმოვიხილავ, 9 ფსიქოტიპი არსებობს ენიაგრამაში მოგეხსენებათ. მაგრამ რამოდენიმე ძირითადად განვიხილავ.
მაგალითად ავიღოთ სამიანი, არის მიმღწევი ტიპაჟი, ეს არის ტიპაჟი, რომელსაც ყოველთვის უნდა საუკეთესო. პერფექციონისტი სხვა არის, სამიანს გარკვეულწილად პერფექციონიზმი ახასიათებს, მაგრამ ის წამყვარი მახასიათებელი არ არის. ეს არ არის ტიპი ერთიანი, რომელსაც უნდა რომ სტანდარტებს და ნორმებს აკმაყოფილებდეს, ეს არის ტიპი, რომელსაც უნდა რომ იყოს მუდმივად საუკეთესო და ყავდეს მუდმივად საუკეთესო. ამიტომ ეს ტიპაჟი, ამ ტიპაჟის ცხოვრებაში არის ყოველთვის ტენდენცია, რომ შენ კი არ ხარ ჩემ ცხოვრებაში, მაგრამ მე ვაგრძელებ უკეთესის ძებნას. მიხდით? კი, მივხვდი. ამიტომ ტენდენცია აქ მიდრეკილება პოლიგამიური ცხოვრებისკენ უფრო მაღალია. და იმ შემთხვევაში თუ კი შენ მუდმივად არ ვითარდები და მუდმივად არ უმჯობესდები, მას მეტი სტიმული აქვს სხვაგან ეძებოს ეს საუკეთესო. იმიტომ რომ ის აკვირდება, რომ საუკეთესოდ გამოიყურები, კარიერული წარმატება გააქვს, პირობითად კომუნიკაციაში მომყვები, ჩემი ცხოვრების ტემპს ეწევი, თუ ასე არ არის, ის უკვე იწყებს სხვაგან ამის ძებნას. იხდი და რაც მთავარია, სამიანი არის ნაკლებად მიჯაჭვული ტიპი. ეს მას უადვილებს სხვაზე გადართვას. ნუ არიან ტიპაჟები, რომელსაც უჭირთ და გადართვის პროცესი მათ ცხოვრებაში ნელა ხდება, მაგრამ სამიანის ცხოვრებაში გადართვა ძალიან სწრაფად ხდება. აი, შეიძლება გაიგებთ ხოლმე ესეთ უკავშირს რა, როგორ შეგეძლო ესე მარტივად სხვასთან ურთიერთობის დაწყება. ეს არის იმ ტიპაჟის ლოგიკა, ვისაც უჭირს ნელა იწყებს ურთიერთობას. ეგრეთ წოდებული პრეკონტაქტი აქვს ხანგრძლივი პრეკონტაქტი რა არის? იცი რომ სანამ ურთიერთობაზე გადავა, ძალიან დიდი შესავალი, დიდი პრელუდია ჭირდება. მაგალითად ასეთი ტიპაჟები არიან ცხრიანები, ორიანები, ექვსიანები. მათ დიდი პრელუდია ჭირდებათ, რომ ურთიერთობაში შევიდნენ. მაგრამ დინამიური ტიპები, მაგალითად სამიანი, შვიდიანი, მათ ფაქტორი პრელუდია არ აქვს. ისინი პირდაპირ ექშენზე, მოქმედებაზე გადადიან და ურთიერთობა ძალიან სწრაფად და მარტივად იწყებენ. შესაბამისად, მარტივად შეუძლია ერთი ადამიანთან მეორეზე გადარჩა. ანუ წყვილებზეც მუშაობთ, ხო? ერთად სიტყვაზე, რომ ორი ადამიანი თქვა უნდა, კი ხა, ურთიერთობა დაგვილაგე. ბუნებრივია. თუ შენ ხარ სამიანი და შენ წყვილთან ერთად გინდა იმუშაო შენ თემაზე, მაშინ რა არის აქ მთავარი გამოწვევა ნახე? არ იყო ფოკუსირებული მუდმივად უკეთესი, იმიტომ რომ ამას დასასრული არ აქვს. ანუ ვერაზროს ვერ დანაყრდები, ვერაზროს ვერ იქნებ კმაყოფილი. კი. აქ საჭირო ისწავლო იმით კმაყოფილება, რაც არის და არა ეძებო მუდმივად უკეთესი. იმიტომ რომ წარმოვიდგინე რა მონიკა ბელუჩიც რო ყავდეს პარტნიორი, მაინც ვერ იქნები კმაყოფილი. იმიტომ რომ ყოველთვის შეიძლება რაღაცით მასზე უკეთესი გამოჩნდეს. ხო? არ ვიცი, ბრედ პიტი რო ყავდეს პარტნიორი. ბუნებრივია. ის რასაც ის ვერ გივსებს. ბუნებრივია. ამიტომ ამ ტიპაჟისთვის პირადი ურთიერთობის ბედნიერება გადის იმაზე, რომ დაკმაყოფილება ისწავლოს. ზოგადად ორი რამეა მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში. ერთი ეს არის ისწავლო იმით კმაყოფილება რაც გაქვს და ამაზეა შენი ბედნიერება დამოკიდებული. ადამიანი, რომელსაც არ შეუძლია კმაყოფილების განცდა, შესაბამისად მადლიერების განცდაც არ აქვს, ვერასდროს ვერ არის ბედნიერი. მისი ბედნიერება შეიძლება რამდენიმე წამი გაგრძელდეს, იმიტომ რასაც არ უნდა მიაღწიოს და რაც არ უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. ის მაინც დაიწყებს ახალ მწვერვალებზე ფიქრს. და მეორე თემა, თუ წარმატება გინდა, მაშინ უნდა შეგეძლოს ბრძოლა და მოქმედება უკეთესის მისაღწევად და მისაღებად. ეხლა ნახე, წარმატების და ბედნიერების ბალანსი ეს არის იდეალური კომბინაცია სრულფასოვანი ცხოვრების. ამიტომ შენ როგორც გაზი და ტორმუსი, მუხრუჭი და გაზი, აი ესე უნდა შეგეძლოს ამ ორი ენერგიის მართვა საკუთარ თავში. რომ კმაყოფილება რაღაცეებით და პირიქით უკმაყოფილება წინსვლა და ამბიცია რაღაცეებით. ზოგადად ერთი უნივერსალური ფორმულა არის, რომ ჯანსაღი ფსიქიკა და სრულფასოვანი ცხოვრება გულისხმობს ერთმანეთთან შეუთავსებლობის გაერთიანებას. ერთის მხრივ ეს ორი თვისება შეუთავსებელი, იმიტომ რომ პოლარულია საპირისპიროა. მაგრამ ამისი გაერთიანება და მიზნობრივი გამოყენება არის პიროვნული განვითარების მწვერვალი. დიდი მადლობა. აი, წინა კითხვასთან ასე თუ კიდევ გავაგზავნოთ ღალატის თემა სხვა ტიპაჟებსაც გადავალ. კი, ძალიან. ძალიან საინტერესო თემა. და მე იმ შემდგომ კითხვას მე შემდეგი ტიპაჟი, რომელიც ასევე ძალიან პოლიგამიურია, მე ზოგადად სიტყვა ღალატი არ მიყვარს გულთბილად გეტყვით, იმიტომ რომ ჩემთვის ღალატი არის რა? რომ აი იცით ალბათ საქართველოს ისტორიიდან ცნობილი ფრაზა ქართველებს მეზარბაზნები არ ყავთ. კი. აი ეს არის ღალატი ჩემთვის, იმიტომ რომ ამას მოყვა რამდენიმე 1000 ადამიანის სიკვდილი და ქვეყნის აოხრება. იმიტომ რომ ღალატი ძალიან მძაფრი სიტყვაა, ძალიან დრამატული და ძალიან მტკივნეული სიტყვაა და უბრალოდ ცოლქმრულ ურთიერთობაში აი ეს გაუგებრობა და სქეს არ აქვს მნიშვნელობა, აი ეს დისბალანსი, რასაც მესამის დამატება მოსდევს, ალბათ არ ღირს რომ ასეთი მეგა სიტყვით გამოვხატოთ.
მე ამას უფრო დავარქმევდი პოლიგამიურ ტენდენციები, პოლიგამიური მიდრეკილებები. და შემდეგ ტიპოში, რომელსაც აქვს ეს მიდრეკილება ტენდენცია, არის 7-იანი. და 7-იანი თუ 3-იანი მუდმივად ეძებს უკეთეს, 7-იანი ეძებს მუდმივად ახალს. მას ბეზრდება რუტინა, მას ბეზრდება ერთფეროვნება და ამის განახლებას ხშირ შემთხვევაში ცდილობს მესამე ადამიანით. ეხლა რა არის უფრო ჯანსაღი ალტერნატივა? ჯანსაღი ალტერნატივა არის რომ განაახლო იმ ურთიერთობაში და არა ახლით. მალთა ცადო რაღაც ახალი ფორმატი, ახალი სიტუაცია სცადო, ახალი მიდგომა სცადო და ამით სიახლისგანცდა შეივსო იმავე ურთიერთობაში სადაც ხარ და არა მესამე პირით. კი. თუმცა კი ამისთვის საჭირო არის ადამიანი იყოს პიროვნულად განვითარებული. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი, მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. აი ძალიან საინტერესოა ხო ალბათ აქ კითხვა უნდა გაგიჩნდეს ადამიანს, რომ თუ ლამაზია, კაცო შეირგე. ხო. ამ დროს ხედავ რომ ისეთი ლამაზი, ისეთი მშვენიერი ოჯახები ინგრევა. კი, შეირგე. ასევე მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ადამიანმა ღალატ შეხედოს განსჯის garaშე და რას უნდა მოელოდეს თუ ასე შეხედავს. სიტყვაზე გაჩნია რომელი საშინელი არ არა იმე ტრაგედია, უბრალოდ განსჯის garaშე გააშიშვლოს ეს ფაქტი. ზოგადად, როდესაც ჩვენ რაღაცა შეფასების garaშე უყურებთ, ბევრად უფრო სასარგებლო ხდება ეს ამბავი და ბევრად უფრო პიროვნული ზის განმაპირობებელი. და რას ნიშნავს განსჯის garaშე შეხედო? ძალიან რთულია აქვე უნდა დავამოთ არ არის მარტივი ხა. მე მიუხედავად იმისა, რომ თერაპევტი ვარ, შეიძლება მეც გამიჭირდეს ამას ესე. ხო, რთულია, იმიტომ რომ ემოციურ სისტემას საკმაოდ დიდ დარტყმას აყენებს. თუმცა კი სწორი გზა ეს არის. უნდა შევთანხმდეთ რაღაცა რთულია, მაგრამ ეს არის ვიწრო გზა, რომელსაც 4-ისკენ მივყავართ. ჩვენ ტვინი ხო აკეთებს რეალურად ინტერპრეტაციას, რა არის კარგი, რა არის ცუდი. და სწორი თქვი, რომ ინტერპრეტაცია გვიშლის ხელს, რომ განსჯის garaშე შევხედოთ. და რა არის განსჯის garaშე შეხედვა? მოდი ერთ ტექნიკას შემოგთავაზებთ. როგორ შევხედოთ ღალატს განსჯის garaშე? უყური ამას როგორც ფილმს. სადაც არის ორი პერსონაჟი. და ერთი პერსონაჟი მიდის სხვასთან. და მოდი იფიქრე იმაზე, რამ განაპირობა ეს ყველაფერი. რა უნდა ექნა ერთ პერსონაჟს იმისთვის რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო, რა უნდა გაეკეთებინა და რა უნდა გაეკეთებინა მეორე პერსონაჟს იმისთვის რომ ეს შედეგი არ დამდგარიყო. ხო შეიძლება მე უფრო დაითრგუნოს იმ შემთხვევაში თუ კი ჩვენ ამას გარეთ გავიტანთ, ნახე, დისოცირება ხდება და ემოციურ სისტემაზე ნაკლებად მოქმედებს. და შენ აკეთებ ლოგიკურ დასკვნებს, რომელიც გეხმარება განვითარდე და გაუმჯობესდე. დასკვნებს, რომელიც გეხმარება, რომ თუ შენშია პრობლემა, იპოვეს პრობლემა, თუ მასშია პრობლემა. ნახე, დაელაპარაკო ამ პრობლემაზე და მე მიიღო გადაწყვეტილება, ხო, რომ ან იმუშაოთ ერთად ამაზე, ან დაშორდეთ, ესეც კარგი ვარიანტია, როდესაც ამას გააზრებულად აკეთებ, ხო? ან უბრალოდ მიიღო ეს ადამიანი ისეთი როგორიც არის, იმიტომ რომ შენ ხვდები რომ მისი ამ საქციელის უკან დგას არა შენი უკმარისობა, შენ კი არ ხარ ცუდი. უბრალოდ მისი ფსიქიკის თავისებურება იმ მომენტში უკეთეს ვარიანტს ვერ პოულობს. ის გარკვეულწილად ამით იცავს თავს. მიხვდით? ნებისმიერი ადამიანის ქცევა, მithumeis ტოქსიკური ქცევა, არის ხშირ შემთხვევაში ტოქსიკური ქცევის განმახორციელებელი პირის მიერ რაღაცა თავდაცვითი რეაქცია. ხოთ მის სუბიექტური აღქმით არის ეს რეაქცია. მიხვდით და ის იმ მომენტში ვერ გრძნობს და ვერ ხვდება სხვანაირად როგორ უნდა გაეკეთებინა. კი, იმიტომ რომ ფაქტები ხომ არსებობს, რომ აი მაგალითად შეიძლება ადამიანი ძალიან მენტალურად მტკიცე იყოს, შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურად ასე თუ ისე გაცნობიერებული საკითხებში, მაგრამ ძალიან ბევრჯერ ყოფილა მსგავსი ფაქტი, ხომ პირობითად ვიძახი, მამაკაცი შევიდა სახლში და ნახა თავისი ცოლი წევს სხვა კაცთან. ან პირიქით, ქალმა, ხო, მისი ქმარი. ამის გადახარშვა იმ მომენტში და ანალიზის დაწყება და ეს რატომ მოხდა, ესე ყოფილიყო, ეს ხო რთულია. ის პერიოდი როგორ უნდა გადაიტანოს ადამიანმა, თუ ესეთი რამე მოუვიდა, ჯვარი ყველას ეწეროს. როგორ შეხვდეს ამას? პირველში ინტერპრეტაციები უნდა გამოურიცხოთ, თუ გინდა რომ ღალატის თემა გადახარშვა მარტივად ინტერპრეტაციები უნდა გამოურიცხო. და ინტერპრეტაციები ხშირად როგორ ხდება ხოლმე, რომ ესე იგი მე ვარ ცუდი, მე ვარ უვარგისი, მე აღარ ვარ საჭირო. სუბიექტურად საკუთარ თავზე გადატანა ხდება ამის. მნიშვნელოვნად გავაცნობიეროთ, რომ მე არ მიკეთებენ ამას. ზოგადად ღალატსაც ეხებებს და ყველაფერს, რომ ადამიანები შენ არ გიკეთებენ, რასაც გიკეთებენ. ისინი ზოგადად ასე იქცევიან, იმიტომ რომ ადამიანი გასცემს იმას, რაც მასშია. თუ მასში სიყვარულია, ის გასცემს სიყვარულს,
თუ მაშინ აგავია ბჭყალებში, მოდი ესე ვთქვათ მეტაფორულად, მაშინ ის ნაგავს გასცემს. და როდესაც ის უშვებს მის ხოვრებაში მესამე პირს, ეს ნიშნავს, რომ მისი მენტალური მდგომარეობა ვერ ქაჩავს იმას, რომ იმდენად დახვეწოს ერთთან ურთიერთობა, რომ მისგან შეივსოს, მისგან მიიღოს ყველაფერი, რაც საჭიროა. ანუ თუ ადამიანი ხალატობს, ეს შენი მინუსი კი არ არის, ეს მისი მინუსია. ეს მისი არასრულფასოვნების გამოხატულება და არა შენი. ანუ საკუთარ თავს უფრო მეც ზიანს აყენებს ვიდრე. რა თქმა უნდა, საკუთარ თავს რეალურად რო შეხედო. საკუთარ თავს ურტყავ ამ დროს. მიხვდე? ურტყავ რომ აი შენი ბრალია, შენ ვერ გააკეთე, შენ ხარ ცუდი, შენ ხარ არასაკმარისი, შენ დაგიწუნეს. ამის ნაცვლად შემოგვაქვს ის გააზრება, რაც უფრო ლოგიკურია და რაც უფრო ახლოა რეალობასთან. რომ მან ვერ შეძლო რომ ეკმარა ერთი. ანუ მისი მადა აი ხშირად არის ხოლმე ეს кейსი, რომ ადამიანები ძირკატეხილი ქვევრებივით არიან. რომ რამდენიც არ უნდა მისცე, რამდენიც არ უნდა გააკეთო მისთვის, არ არის საკმარისი. მას მეტი და მეტი სჭირდება. და ამ დროს შენი პრობლემა არ არის ეს, შენ გაეცი, მთელი გულით გაეცი, მთელი გულით გააკეთე მისთვის ყველაფერი. ეს არის მისი პრობლემა, იმიტომ რომ ის არის გატეხილი ან გაბზარული და ვერ ინარჩუნებს იმას, რაც მიეცი. ეგეც ძალიან ხშირია, რომ აი ადამიანები სიტყვაზე წყვილში ერთი უკეთებს მეორეს ყველაფერს, რაც შეუძლია. როგორც ემოციურად, როგორც არ ვიცი, გინდა ფინანსურად, გინდა ყველანაირად უზრუნველყოფს, რომ ის იყოს უკეთესი და ბედნიერი, მაგრამ ვერ ხედავენ, ვერ ამჩნევენ, ან უმადურები არიან. კი ბატონო. ძალიან ხშირი პრობლემაა. ალბათ შენც კი ხშირია პრობლემა და აქ თავარი პასუხისგებლობა რა არის? ანუ როდესაც შენ ადამიანს უკეთებ ბევრს და ის ამას ვერ აფასებს, თავარი პრობლემა არის ის, რომ არასწორად შეარჩევს ზრუნვის ადრესატი. აი ისევ იქ მივდივარ, ნახე, შენ არჩიე ვედრო, რომელსაც ძირი აქვს გატეხილი და ასხავ შიგნით. ძალიან ძვირფას ასმელს. და მე გიკვირს, რომ ის ვედრო მაინც ცარიელია. და პრობლემა სად არის, რომ ძირკატეხილი ვედრო არჩიე და რაც უფრო დიდხანს დარჩები ამ არჩევანში, მით მეტი იმედგაცრუება გექნება. მიხვდი, რომ არ არის ის ადამიანი მიმღები შენი ზრუნვის და იპოვე ზრუნვის მიმღები და მეტამორფოზა გაიდგა. რა თქმა უნდა, ზრუნვის მიმღები. ანუ მე ძალიან მიყვარს ესეთი სახარებისეულ ციტატი არის, თუ დაუყრი ღორებს მარგალიტებს. ანუ შენი სიძვირფასი, შენი საგანძურის ადრესატი სწორედ უნდა შეარჩიო. სხვა შორის ამ გამოწვევის წინაშე ძალიან ხშირად განან ენიაგრამას ტიპები, ორიანები და ცხრიანები. ორივე ძალიან მხარდამჭერ და ზრუნველი ტიპია, ორივე გამცემი ტიპია. და სანაცვლოდ იმდენს ვერ იღებს, რაც ვერ იღებს სანაცვლოდ იმდენს, რამდენსაც იმსახურებს, იმიტომ რომ არასწორი ზრუნვის ობიექტი შეარჩია. აი მოდი ესეთი მაგალითი მოვიყვანოთ, აი ოლღა გურამიშვილი, მაგალითად ესეთი ტიპაჟი იყო ილია ჭავჭავის მეუღლე. მაგრამ მან რა ენერგია და რესურსით ჩადო ილიაში, ის უფასდებოდა. და ძალიან დიდ ენერგიას და რესურსს დებდა ნამდვილად. ეხა ოლღას რო აერჩია ვინმე, არ ვიცი, ისეთი ადამიანი, ვინც ამ ზრუნვას, ამ ხარდაჭერას გაფლანგავდა, არ გამოიყენებდა ქვეყნის მშენებლობისთვის, ან რაიმე სასარგებლო საქმისთვის, მაშინ ჩვენ რას მივიღებდით? ოლღას, რომელმაც გადაყარა ეს ყველაფერი, მოისროლ, ღორებს დაუყარა მარგალიტი. რომელმაც არ იცის ეს როგორ გამოიყენოს, ხო? ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაფიქრდე, ვის ეხმარები. ეს ძალიან უბრალოდ აბსტრაქტულად კი არის ხმარები. ადრესატები უნდა შეარჩიო. იმიტომ რომ შენი დრო და რესურსიც ხო შეზღუდულია. შენ როდესაც დაეხმარე იმას, ვინც ეს ვერ გამოიყენა, არ გამოიყენა. ამით შენ გაუშვი შესაძლებლობა დახმარებოდი იმას, ვისაც ეს მართლა სჭირდებოდა და ვინც ამას უფრო დიდ და სასარგებლო ენერგიად აქცევდა. ინტერესოა. აი სიყვარული არის ესეთი წიგნი, რაღაც სიყვარულის 5 ენა თუ რაღაცა. რამდენად მიიჩნევ, რომ ადამიანებში აი ეს სიყვარულის ენა განსხვავდება მართლა რეალურად და სიტყვაზე თქვენთვის სიყვარული სხვანაირია, ჩემთვის სხვანაირია, ენა თვითონ. და შემდეგ მოდის უკვე გაუგებრობა, რომ მე სხვანაირად გამოვხატავ, შენ სხვანაირად და ვეღარ მოდის იმაში, თანხვედრად. მე ვიტყოდი, რომ 9 ენა და შეგვიძლია ამ 9 ფსიქოტიპის მიხედვით გავშალოთ, ვინ როგორ გამოხატავს სიყვარულს. სიყვარული რა არის? რაღაცა მინდა გავაკეთო შენთვის. მაგრამ რა მინდა გავაკეთო, ამის ინტერპრეტაციას ხო ჩემი ტიპაჟიდან გამომდინარე ვაკეთებ. ნუ მოდი აი მივყვეთ, მოკლედ მიმოვიხილოთ, როგორ გამოხატავს სიყვარულს ენიაგრამა 1-იანი.
მისთვის სიყვარული ვალდებულებების შესრულება. რაც მეტად მიყვარხარ, მით უფრო სრულფასოვნად და ზედმიწევნით ვასრულებ ყველა იმ ვალდებულებას, რაც შენ მიმართ მაქვს. ორიანისთვის სიყვარული ეს არის ზრუნვა. რაც უფრო მეტად მიყვარხარ, მით უფრო მეტად გეხმარები მენტალურად, ფიზიკურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად. სამიანისთვის სიყვარული არის ის, რომ საუკეთესო ვარ და ეს საუკეთესო არის შენთან. ამიტომ სამიანებთან ხშირად გაიგებ, რომ ჩემი სიყვარული არის ის, რომ შენთან ვარ და შენი პარტნიორი ვარ. სამიან უფრო ნარცისული ტენდენციების მქონეა, ამიტომ მისთვის სიყვარული არის, რომ მადლიერი იყავი, რომ შენთან ვარ. ეს სრულიად საკმარისია. პატივია ეს შენთვის. ოთხიანისთვის სიყვარული არის არაორდინალური ურთიერთობა. ინდივიდუალური ურთიერთობა და მისთვის სიყვარული როგორც ეს მძაფრ ემოციებთან, დრამატულ ურთიერთობებთან ასოცირდება. ამიტომ ოთხიანებს ახასიათებთ ხოლმე ისეთ სიყვარულს, სადაც აი ესეთი აღმავალი და დახმავალი ემოციებია. დიდი აფეთქება ვნების და დიდი კონფლიქტი, დიდი კამათი, დიდი დაშორება. ხუთიანი ძალიან რაციონალური ტიპი, ამიტომ მისთვის სიყვარული, რაც მათემატიკური ფორმულასავით არის. იშვიათად გამოხატავს ემოციებს. თუმცა კი პასუხისმგებლობას ასრულებს, რომელიც შეგითანხმა, ვალდებულებას ასრულებს, სტაბილურია უფრო ურთიერთობაში. ექვსიანისთვის სიყვარული არის ერთგულება. ექვსიანი ყველაზე ერთგულიანი ნიშანი. და ხშირად თქვენ ნახავთ ექვსიანებს, რომლებიც იმათი ერთგულებიც არიან პარტნიორები, რომელიც გარდაიცვალნენ, დაუშვათ, გარდაიცვალა პარტნიორი, ან დაშორდა, მაგრამ ის ერთგულებას აგრძელებს. და აი კუბოს ფირცლამდე გიერთგულებსო აი ესეთი სიყვარული იცი ექვსიანი. შვიდიანისთვის სიყვარული არის სიამოვნება. ჩვენ ერთად სასიამოვნოთ ვატარებთ დროს ეს არის სიყვარული. თუ ჩვენ ერთად კარგ დროს არ ვატარებთ, მაშინ ეს სიყვარული არ არის და მე აქედან წავალ. რვიანისთვის სიყვარული არის დაცვა. მე შენ დაგიცავ, მე შენ ყველა პრობლემას მოვაგვარებ, მე შენი ფარი ვიქნები, მაგრამ მომეცი ურთიერთობაში დომინაციის საშუალება, მომეცი სიტუაციის სრული კონტროლის საშუალება. აი ცხრიანს რაც შეეხება, ცხრიანისთვის სიყვარული არის სიმშვიდე და ჰარმონია. მე შენ მიყვარხარ ნიშნავს იმას, რომ მე და შენ ერთად 60 შევქმნით. სადაც კონფლიქტები არ გვაქვს, სადაც ჩვენ ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ და ერთმანეთს საზღვრებს ძალიან მკაფიოდ ვიცავთ. ამიტომ ხშირად ურთიერთობაში ეს სწორედ თქვით, რომ პრობლემა არის, რომ მე როგორც გამოვხატავ სიყვარულს, ეს შენთვის სიყვარული არ არის. მაგალითად ის, რომ მე შენ დილას პერანგი გაგიუთავ, იმიტომ რომ ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულება შენი პერანგის გაუთავება. და მეორე მხარე, ნუ ერთიანი აქეთ, მეორე მხარე არის პირობითად შვიდიანი, მე მინდოდა რომ დილას ერთად მუსიკაზე გვეცეკვა, რომელიც ჩავხტი. ან ეთქვა რომ მიყვარხარ, ან უბრალოდ ჩამხუტებოდა, ხო? აი ეს სხვა ტიპი, ხა შვიდიანზე ვამბობთ, ჩემთვის სიყვარული ერთად კაი დრო გავატაროთ, ანუ პერანგის გაუთავება ნაკლებად მაღელობს, მე მაღელობს რომ ვისიამოვნოთ ყველა წუთით. ეხლა და თუ ამას არ აკეთებ ჩემთან მოვიწყინა უკვე. არ მინდა ეს რუტინა, სადაც რაღაცა ოჯახობანას თამაშობთ. აი რა რჩევას მისცემდი? სამი წითელი ხაზი რო გამოყო, რასაც უნდა დააკვირდეს ადამიანი სანამ სერიოზულ ურთიერთობაში შევა. აუცილებლად რაიმე სამი წითელი ხაზი. რომ არინანოს. კაფიო წითელი ხაზები არ გვაქვს. მთავარი პრობლემა არის, რომ ჩვენ ვეძებთ სტანდარტულ გზებს და არ ვითვალისწინებთ ადამიანის ფსიქოლოგიურ თავისებურებას. მიხდით? ყველაზე მთავარი რაც უნდა იცოდე პირად ურთიერთობაში არის, რომ კარგად გაიცნო შენი თავი, კარგად გაიცნო პარტნიორი და თქვენ შექმნათ სრულიად უნიკალური თქვენი ტიპაჟების კომბინაცია. აი პარტნიორის კარგად გაცნობა ნიშნავს იმას, რომ ზუსტად იცი მის წითელი ხაზები რა არის. შენი საკუთარი თავის კარგად გაცნობა ეს არის, რომ ზუსტად იცი შენი წითელი ხაზები რა არის. ჩვენ ურთიერთობას იმიტომ ვერ ვაწყობთ, რომ გონია, რომ ის რაც მე ვისწავლე რეცეპტი ურთიერთობის ამ ურთიერთობაში იმუშავებს. და არ მუშაობს. იმიტომ რომ მე რომ მეგონა რომ თავარი წითელი ხაზი არის, რომ მივცე პირადი სივრცე პარტნიორს და შენ წინ ზის ორიანი, რომელსაც პირადი სივრცე არ ჭირდება, პირიქით მას ჭირდება რაც შეება ახლო და ეს გადაჯაჭვული ურთიერთობა. ეს ფურცელზე დაწერილი უკვე აღარ გეხმარება. კი, ამ დროს შენი რეცეპტი პირიქით აზიანებს ურთიერთობას. ან შენ რო გონია სიყვარული ეს არის ბევრი ჩახუტება და წითელი ხაზი არის არ მოაკლო სითბო შენ პარტნიორს, შენ შეიძლება შეხვდეს ტიპაჟი, რომელიც საზღვრებს ძალიან მკაფიოდ იცავს და ფიქრობს, რომ ეს ზედმეტი გადაჭაჭვა ერთმანეთთან მის სივრცის დარღვევაა. ეხდით? ამიტომ შეეშვით წიგნებიდან რეცეპტების ესე პირდაპირ გადმოკოპირებას, წინა ურთიერთო თუნდაც ვიღაც ასტროლოგმა, ასტროლოგიური ეს ნებისმიერი ესე მირჩია, ხო არის ძალიან გავრცელებული. ეგ თალკე პრობლემაა ვისაუბროთ. შეეშვით პირდაპირ მზა რეცეპტების გადმოკოპირებას თქვენ ურთიერთობაში.
რაც არ უნდა ავტორიტეტის მიერ იყოს ეს რეცეპტი მოცემული. არც ხვითი ოჯახის მაღალითი არის. კი ბატონო, შეეშვით წინა ურთიერთობის დადებითი გამოცდილების გადმოკოპირებას. ყველა ურთიერთობა არის უნიკალური. თქვენს წინ ზის კონკრეტული ადამიანი, კონკრეტული პიროვნების ტიპით და კონკრეტული გამოცდილებებით და მას აქვს კონკრეტული საჭიროებები და სურვილები პირად ურთიერთობაში. უბრალოდ ეს გაითვალისწინე და ეს რო გაითვალისწინო, ჯერ კარგად უნდა გაიცნო ის. ასევე გაითვალისწინე შენი საჭიროება, რომელიც შეიძლება რაიმე უნივერსალური რეცეპტი საერთოდ არ ჯდებოდეს. და მიუხედავად იმისა, რომ არ ჯდება ამ უნივერსალურ რეცეპტში, გააჟღერ ეს პარტნიორთან, თხოვე მას ეს გაითვალისწინოს და აი ასე ერთმანეთის მოსმენითა და გაგებით ააწყეთ ურთიერთობა. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. აი, ურთიერთობის თემას ამოწურავ ესეთი კითხვით, ეჭვიანობის საკითხს მინდა შევეხო. ნუ პირველ რიგში სტატისტიკას ვიტყვი, რომ დაახლოებით ციხეში მყოფთა როგორც ვიცი 70% ჩვენთან არის მოძალადე, ძალადობაზე დაჭერილი. მაგრამ რომელიც კავშირში იყო ასევე ეჭვიანობასთან. ოღონდ იქნებოდა ეს საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო, ამის გარკვევა ძალიან დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ როგორ გაარჩიოს ადამიანმა? საფუძვლიანია ეჭვი თუ არაა საფუძვლიანი? ჯერ თავის თავში და ასევე როგორ ამოიცნოს პარტნიორმა. ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ეჭვიანობა ისეთი თემაა, ძალიან გავრცელებულია, თვითონაც პიროვნებასაც აზარალებს და პარტნიორსაც. საფუძვლიანი ეჭვი ეყრდნობა ხოლმე ლოგიკურ თანმიმდევრობას. ნაკლებად საფუძვლიანი უფრო ემოციურ მოხდს. რაც საფუძვლიანი ეჭვი არის, რომ მე მგონია და მე ეჭვი მაქვს, ამიტომ და ეს ამიტომ ლოგიკურია. ეხტე? ანუ აი პირობითად მე ეჭვი მაქვს, რომ შენ აბაზაინიდან გამოხვედი, იმიტომ რომ სველი ხარ. ეს არის ლოგიკური მსჯელობა, ხო? რომ სისველე დაკავშირდა აბაზანასთან. ხო შეიძლება შევსდებოდე მაინც. რა თქმა უნდა, ეჭვი ეს არ არის დასტური ფაქტის. ეს არის რა, შეიძლება დაშვება. ამიტომ ყველა დაშვება თავის თავში გულისხმობს იმას, რომ შეიძლება ეს ასე არ არის, მაგრამ არის ლოგიკური დაშვება და არის ემოციური და აბსტრაქტული დაშვება, რომელიც ეფუძნება არა მიმდინარე ფაქტებს, არამედ წარსულ გამოცდილებას და მის გადმოტანას აწმყო რეალობაში. მოდი ახლა ვთქვათ, რა უდგას წინ ზოგადად ეჭვს. ეჭვის უკან დგას შიში. ეჭვი შიშია. პატარა შიშუკა, მოდი ესე ვთქვათ რა. და შიში რის. რომ მე დავდგები ისეთი პრობლემის წინაშე, რომელსაც ვერ გაუმკლავდები. ეხლა საიდან მოდის ეს შიში, ხო? ეს შიში მოდის უნდობლობიდან. ორი ტიპის უნდობლობა არსებობს. მე არ ვენდობი საკუთარ თავს, რომ როდესაც ამ დიდი პრობლემის წინაშე დავდგები, მე შეიძლება ვერ გაუმკლავდი ამ პრობლემას. ანუ საკუთარ რესურსებს, შესაძლებლობებს არ ვენდობი. და მეორე არ გენდობი შენ, რომ შენ შეიძლება დამაყენო დიდი პრობლემის წინაშე, არ გამithვალისწინო. როგორც წესი, ეჭვიანობა ხდება დიდი და უკონტროლო, რასაც ორივე შიში ერთდროულად მოქმედებს. როგორ უნდა გაუმკლავდე ეჭვიანობას ადამიანი? პირველი, ენდო საკუთარ თავს. რომ მე შემიძლია, რაც არ უნდა მოხდეს გაუმკლავდე. აი, რა შეიძლება გამიკეთო ისეთი, რომელსაც ვერ გაუმკლავდებ. არ არსებობს ესეთი რაღაცა. რა, მიღალატო? შენ კი არა, რა ვიცი, უდიდეს ადამიანების უღალატიათ. და შენ გაუმკლავდნენ, ხო, ამიტომაც იყვნენ დიდები, ხო? ამიტომ თუ ვიღაც გაუმკლავდა, შენც გაუმკლავდა, შენც მოერევ, ეს არ არის სიცოცხლის და სამყაროს დასასრული. ხო, აი, რა შეიძლება მოხდეს? მომატყუო? გაუმკლავდები. რაღაც იმედი გამიცრუო, გაუმკლავდები. ფოკუსი გააკეთო შენ რესურსებზე და ეძებო გარემოს საყრდენები. როგორც წესი, უფრო მეტად არის ეჭვიანი ადამიანი, რომელსაც გარემოს საყრდენები არ აქვს. ნუ მართლა არ ყავს მეგობრები, არ აქვს ჰობი, არ აქვს დალაგებული კარიერა. რატომ? იმიტომ რომ ეს რესურსია. იმიტომ რომ შენ თუ გამომეცალე ამას დავეყრდნობები, ხვდი? სანამ აი დაახლოებით ეს გავს რას? სკამი, რომელიც 4 ფეხზე დგას, ერთ ფეხს თუ გამოარიდებ, 3-ზეც ილაყლაყებს, მაგრამ იდგება. მაგრამ თუ შენ საკუთარ თავს აღიქვა როგორც ერთ რაღაცაზე მდგომი, რომ შენ ხარ მთელი ჩემი ცხოვრება, ანუ მარტო შენზე ვდგავარ. როგორც შენ თავს გამომაცლენ, ეგრევე წავიქცევი. ამიტომ ეს გამოცლის შიში იმდენად დიდია, რომ ამან შეიძლება რაღაცა აი დაფრეჭვიანობაში გადაგიყვანოს. ხო, ესე იგი ნახე ენდო საკუთარ თავს, რესურსები რა გაქვს ამისი გააზრება გააკეთო, რომ აი ეს გამიკეთები, ეს შევძელი, ის გამომივიდა და გარემოში საყრდენების გამრავლება. ჰობი, მეგობრები, კარიერა, რაღაცა აქტივობები და მეორე მიზეზი ეს არის რა უნდობლობა პარტნიორის მიმართ.
რომ ის გამიკეთებს, რომ ადამიანები ასეთები არიან ზოგადად. აქ ჩვენ გვაქვს საქმე რწმენა წარმოდგენებთან, მავნე რწმენა წარმოდგენებთან, ხო? და მავნე იმიტომ არის, რომ შენ ადამიანებზე გაქვს ისეთი წარმოდგენა, რომელიც დამაზიანებელია შენთვის. რა არის აქ მნიშვნელოვანი? აქ მნიშვნელოვანი არის ის, რომ არ განაზოგადო ადამიანებზე შენი წარმოდგენა. კი ბატონო, არსებობენ მოღალატე ადამიანები, მატყუარებიც არსებობენ, ხო, ტოქსიკურებიც არსებობენ, მაგრამ ცალკეული ტიპები არიან ესენი. არიან ჯანსაღი ტიპებიც. ერთი ყველა ასეთი არ არის. გენერალიზაცია უნდა მოხსნა. და ასევე გაიაზრო, საიდან წამოვიდა, საიდან გაჩნდა შენ ფსიქიკაში ასეთი წარმოდგენა ადამიანზე. ვინ იყო შენ ცხოვრებაში ისეთი, ვინც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნა. და ის იყო ასეთი. და ის რო ასეთი არ ნიშნავს, რომ ყველა ასეთი. თუ ამ ორ საკითხს დაალაგებ, ეჭვიანობის ხარისხი შემცირდება. თუმცა კი ეჭვიანობის ხარისხის შემცირება არ ნიშნავს, რომ შენ ბრმა ხდები. ეხდე? ეს მეორე უკიდურესობა, როდესაც შენ ყველა ტყუილის თუ სისულელის გჯერა. ანუ რაღაც დონეზე ჯანსაღი ეჭვიანობა სასარგებლოც არის. რომ ყველაფერს არ ყლაპა, ჯანსაღი ეჭვიანობა რა არის? ყველაფერს არ ყლაპაო. პირდაპირ. და შლი, კითხვებს სვავ, პასუხებს ეძებ. არის ესეთი ძალიან კარგი გამოთქმა, მე ძალიან მიყვარს, რომ შემეცნების უმთავრესი პირობა ეს არის დაეჭვებაო. თუ რაღაცა გინდა რომ საფუძვლიანად გაიგო, გარკვეული ეჭვები და კითხვები უნდა გქონდეს. თავისთავად, რომ ბრმად არ ენდო. კი, ეს არ უნდა გადავიდეს უკიდურეს ემოციურ რეაგირებაში. ისტერიაში არ უნდა გადავიდეს, პარანოიაში არ უნდა გადავიდეს. თავისთავად. და ამიტომ ვინც ხართ მიდრეკილი ეჭვებისკენ, დააფასეთ თქვენში ეს სასარგებლო თვისება, უბრალოდ სცადეთ რომ უფრო ზომიერი და მიზნობრივი გახადოთ. ანუ ეს რაღაცა ნეგატიური პოზიტიურადში გამოიყენო, გარდაქმნა, მანიფესტაცია გავაკეთო. კი, კი. ყველაფერი რაც გონია რომ არის მავნე, შეიძლება აქციოს სასარგებლოდ, თუ ცოტა გაასალაშინებ და მიზნობრივად გამოიყენებ. ბოლო-ბოლო სასუქი მზადდება განავლისგან, ხო? კი, თავისთავად. დიდი მადლობა. ახლა გადავიდეთ შემდეგ თემაზე, ფულზე და კარიერაზე. არც ისეთი ადვილია ადამიანი იყოს წარმატებული, იშოვოს ბევრი ფული, ან თუნდაც საარსებოც კი და მინდა რომ ეს თემა გავშალოთ ისე, რომ ადამიანებს ცნობიერება ისე აემაღლოთ, რომ გაარჩიონ რა არის წარმატება, წარუმატებლობა ჯერ ეს ერთი და მერე მეორე როგორ წაიწიონ წინ, როგორ მიაღწიონ თავის მიზნებს და გამიჯნონ კარგი, ცუდი და რა შეიძლება არასწორი იყოს, რა შეიძლება სწორი ამ პროცესში. იმისთვის რომ ფული შოვა, შენ გჭირდება პირველ რიგში გაიაზრო თუ რაში გჭირდება ფული. იმიტომ რომ ფული არ არის თვითმიზანი, ფული არის შუამავალი რგოლი შენსა და მიზანს შორის. შუამავალი რგოლი ვერ გამოჩნდება თუ არ იცი მიზანი. მაგალითად, მე ფული მჭირდება იმისთვის, რომ ჩემი შვილების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. ამისი მკაფიო გააზრება შენ გიქმნის мотиваციას, რომ ფული იშოვა. მე ფული მჭირდება იმისთვის, რომ ვიმოგზაურო და ეს შთაბეჭდილებები შევიქმნა. ამისი გააზრება შენ გაძლევს мотиваციას, რომ იშოვა ფული. მე ფული მჭირდება იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით ვიცხოვრო. ამისი გააზრება გიქმნის мотиваციას, რომ ფული იშოვა. ამიტომ პირველი აქედან იწყებ. მოტივატორი რაში მჭირდება? ეხლა როგორ უნდა მიხვდე ეს არის თუ არა შენი მოტივატორი? აგანთებს. მიხვდე როდესაც მოგზაურობაზე ფიქრობ, ათებული ხდები. თუ შენია ეს. როდესაც შვილებზე ფიქრობ, თუ მართლა შენი ნამდვილი სურვილია ეს, შენ აენთები. აი ამ ანთებამ უნდა მოქცეს ფსიქიკის ისეთი მობილიზაცია, რომლითაც იშოვნი ფულს. რა უნდა გაითვალისწინო ფულის შოვნის დროს? ფული აქვთ სხვა ადამიანებს და მათ უნდა მოქცენ შენ. ახლა შენ გიწევს დაარწმუნო სხვა ადამიანები რომ ფული მოგცენ. როგორ უნდა დაარწმუნო სხვა ადამიანები რომ ფული გადაგიხადონ? ამისთვის საჭიროა რა პირველი, შენ თვითონ იყო დარწმუნებული. და დარწმუნებული რო იყო, შენ უნდა დაინახო ღირებულება იმაში, რასაც ქმნი. და ჯერ პირველი საკუთარი ღირებულება უნდა დაინახო, ამას შენი აგრამა სწორედ გეხმარება, რომ თითოეულ ტიპს აქვს გარკვეული ღირებულება. ვისაც შენ იწყებს საკუთარი ღირებულების დანახვას, მე გიადვილდება ეს ღირებულება სხვა ადამიანებსაც დაანახო. მეორე, შენ გჭირდება სხვა ადამიანების ტიპაჟების მკაფიო გააზრება, იმიტომ რომ ყველა სხვადასხვანაირად ხედავს და აღიქვავს. და შენ უნდა შეგეძლოს მათი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თავისებურებებისში აი ამ ღირებულების მიტანა. მოდი მაგალითი მოვიყვანოთ, ნახე. შენ რაღაც ღირებულებას რო ქმნი, მაგალითად სამიანს აინტერესებს, რა შედეგებს მომიტანს ეს. მაგრამ ყველას არ აინტერესებს რა შედეგებს მომიტანს. მაგალითად 4-იანს აინტერესებს რით არის ეს განსაკუთრებული და გამორჩეული.
მიხდი? 6-იან საინტერესებს შეუძლია თუ არა აი ამას, რასაც ჩემ თავასობ, ჩემი უსაფრთხოების შექმნა, ჩემთვის სიმშვიდის მოტანა. მიხდი? შეიძლება კომბინაციაშიც იყოს სიტყვაზე 3-იანი, 6-იანი ან რაღაცა. კი, კომბინაციები გვაქვს, მაგრამ წამყვანი არის ერთი რაღაცა, ძირითადი ბირთვი არის ერთი. და კომბინაციები ქვეშ ჩაშენებები გვაქვს, კი. ხო, ესე იგი, რო შევაჯამოთ, ნახე, პირველი საჭიროებას უნდა მიაბა, თუ მეტი ფული შოვნა, გინდა პირველში უნდა გაიაზრო საჭიროება, რისთვის გინდა ამ ფულის შოვნა. ნუ ლოგიკურია, როდესაც შენ გაიაზრებ რისთვის შოულობ ამ ფულს, იმასაც ხვდები რამდენი შოვნა გინდა. ამიტომ როგორც წესი ძალიან მკაფი ვარ ხოლმე სურვილი, რომ მე მინდა დღეში 10,000 ლარი პირობითად. შემდეგი ეტაპი არის რა? ცდელობა ამის გაზიარება ადამიანების, რომ მე ამ ღირებულებას ვქმნი და მე შენთვის შემიძლია აი ეს გავაკეთო. სანაცვლოდ შენგან აი ეს მჭირდება. მიხდი? აი ეს პროცესი მარტივად მიდის თუ ფულის მიმართ ნეგატიური წარმოდგენები არ გაქვს. უარზე რა სიტყვი? ბატონო? უარზე. უარი? სიტყვაზე შეთანხმება შორის უარი ადამიანებს ხო აქვთ აი სიტყვაზე? თუნდაც ბიზნესში, თუნდაც კლიენტთან უარი. უარზე რეაგირება, კრიტიკა ან რაღაც მსგავს. არის ესეც ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარებული იმაზე თუ როგორ აზროვნებენ მდიდარი ადამიანები. და ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი მდიდარი ადამიანის აზროვნებისა არის, რომ მისთვის უარი არ არსებობს. მისთვის არსებობს უკავშირი, რომელიც შეიძლება სასარგებლოდ გამოვიყენო. მიხდი? ანუ უარი ამ შემთხვევაში არის რა? როგორ შეიძლება დავხვეწო ჩემი პროდუქტი? უკავშირია. ხო. აი წარმოიდგინე კომპანიები მილიონებს ხარჯავენ ადამიანებს უკავშირები მიიღონ ამის საფუძველზე პროდუქტი დახვეწონ და შენ უფასოდ გაძლევს ვიღაცა ამ უკავშირს. ნახე რა სასარგებლო და მაგარი რაღაცა. თუ ასე შეხედავ, მაშინ უარი შენთვის გახდება მუხტი, რომ უფრო მეტი მონდომებითა და უფრო მეტი мотивაციით გააგრძელო იმის კეთება, რაც საკეთებ. ანუ რა თვალით შეხედავ გააჩნია, ხო? ამას შეხედავ პირად შენზე უარს, ან შეიძლება ზდის განვითარების საშუალებად შეხედავ. კი, როცა ადამიანი უარს გეუბნება, ეს არის რა, რომ ამ მომენტში მე არ ვარ მზად ამის გამოყენებისთვის. განა პროდუქტია ცუდი, განა შენ ხარ ცუდი. მე არ ვარ მზად რომ ეს გამოვიყენო. შენ შეიძლება მას საგანძური შესთავაზო, მაგრამ ადამიანი არ იყოს მზად ამის გამოყენებისთვის. შენ შეიძლება მას რაღაცა საოცრება შესთავაზო, რომელიც მის ცხოვრებას გადაატრიალებს, მაგრამ ადამიანი არ არის მზად ამისთვის, მას არ უნდა ცხოვრების გადატრიალება, მას უნდა იქ იყოს, სადაც არის. ეს ამნიშნავენ ფენომენია, რომ ჩვენ რატომღაც გქონია, რომ ადამიანები ყოველ საუკეთესოს ირჩევენ და ყოველ საუკეთესო გამოსავალს პოულობენ. არა, ისინი ირჩევენ იმას, რასაც შეეჩვივნენ. და არის ესეთი ძალიან კარგი ქართული ანდაზა, რომელიც ამას ადასტურებს. შეჩვეული ჭირი მირჩევნია შეუჩვეველ ხინს. ანუ შენ რომ მიდიხარ და ადამიანს ხის თავაზობ, შეიძლება მან უარი გითხრას, იმიტომ რომ მას შეჩვეული ჭირი ურჩევნია. ანუ შენი ხინი კი არ არის პრობლემა. პრობლემა არის ის მისი არამზაობა ამის რაღაც ტოქსიკურ კომფორტშია ჩაშენებული თითქოს რა. კი ბატონო ესეა. ეხლა ამ დროს რა უნდა გააკეთო? არ დაკარგო დიდი დრო მის დარწმუნებაში, აუ რა მაგარი რაღაცა მაგ უარი არ თქვა. არა, გააგრძელე გზა, იმიტომ რომ ყველა ჩვენ ხშირად გვეშლება ხოლმე, რომ ძალიან დიდი ხანი ვაკაკუნებ დაკეტილ კარებთან. და ვერ ხვდებით იმას, რომ ყველა დაკარგული დრო, როდესაც მე დახურულ კარებზე ვაბრახუნებ, ეს არის რა, გამოტოვება იმ ღია კარების, რომელიც გელოდება. მიხდი? იმიტომ რომ ის ღია კარები გელოდა და მე ან სხვა მივა, ან დაიკეტება. მანამ სანამ შენ აბრახუნებდი დაკეტილ კარებთან. დააკაკუნი, არ გიღებენ გადადი შემდეგზე. წადი წინ, იმოძრავე. არ ჩაიციკლო იმაზე არა ეხა მე ამას უნდა გავახებინო ეს კარები. ფიქრობ თუ არა რომ ფულის შოვნა ერთგვარი ნიჭია და ცალსახად მარტო უნარებზე შეიძლება არ იყოს დამოკიდებული. არ ვიტყოდი ასე. შეიძლება ბევრ სხვა რაღაცაზე ვთქვა რომ ნიჭია, ხატვაზე ვთქვა რომ ნიჭია. მაგრამ ფულის შოვნა ძალიან კონკრეტულად უკავშირდება უნარებს და ჩემს დამოკიდებულებას სამყაროსადმი. და ეს სწავლადია, რა თქმა უნდა. კი. მეხუთე ამიტომ თქვენ შეიძლება ნახოთ ადამიანს, რამე განსაკუთრებული ნიჭი არ აქვს, მაგრამ ფულს შოულობს. თქვენ შეიძლება ნახოთ ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული ცოდნა არ აქვს, მაგრამ ფულს შოულობს. რატომ აკეთებს ის ამას? იმიტომ რომ მან ზუსტად იცი რა სჭირდება ფული. ეს არის მთავარი, ანუ მას აქვს мотивация ფულის შოვნის. და შენ ფულის შოვნის мотивация არ გაქვს. ეს არის განსხვავება. ანუ ის განსხვავდებიან მდიდარი ადამიანები ნაკლებად მდიდარი ხალხისგან. მდიდარ ადამიანებს აქვს ფულის შოვნის мотивация. შენც გინდა იშოვნო ფული. იმუშავე мотивациაზე. ანუ შენ უნდა შექმნა შინაგანი მდგომარეობა,
რომელიც ფსიქიკის მობილიზებას და ფულისკენ მიმართვას გააკეთებს. ჰოქსმენი ესეთი ფრაზა. ეს კაციან ხალი ქვაზე რო დასვა იქაც ფულსი შორის. რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენ ძალიან ბევრი მდიდარი ადამიანი რო ავიღოთ და გადავსვათ აფრიკაში და ნოლი რაღაც ანალიტიკური რაღაც ნოლი შემოსავალი კონდეს, ნოლი შემოსავალი, ის იქაც იშოვნის ფულს. რა თქმა უნდა. ანუ ნიჭზეც არის საქმე, ხო? ნახე, რა განსხვავება ნიჭსა და უნარებს შორის? ნიჭი თანდაყოლილია, უნარები შეძენილი. ეს არის განსხვავება. ნიჭი უფრო ზოგადია, მაგალითად, მაქვს ანალიტიკური ნიჭი, მაქვს მაგალითად სტრატეგიული ხედვა უფრო დასწავლადია, მაქვს ანალიტიკური აზროვნება, უფრო მათემატიკური უნარები, მაქვს უფრო ჰუმანიტარული ტენდენციები. ესეთი უფრო ზოგადი კონცეფცია. ხატვის ნიჭი მაქვს, ლექსის წერის ნიჭი მაქვს, მუსიკის წერის ნიჭი მაქვს, მაგრამ არსებობს კარგი მუსიკოსი, რომელიც კარგ მუსიკას წერს და არსებობს კარგი მუსიკოსი, რომელიც კარგ მუსიკას წერს და ფულს შოულობს. აი ფულს შოულობს ეს უკვე დასწავლილი უნარი. ეხტე? ცუდი მუსიკოსი რა არის? ვისაც არ აქვს ნიჭი მუსიკის კეთების. ანუ ადამიანი, რომელსაც არ უსმენენ. მუსიკაში და ხელოვნებაში ინდიკატორი. შეიძლება არ გისმენდნენ, მაგრამ ნიჭიერი იყო. არა. ნიჭი ნიშნავს იმას, რომ შენ ადამიანებამდე მიიტანე სათქმელი. და თუ მიიტანე, ესე გისმენენ. აქ ინდიკატორი ძალიან მარტივია, ნახე, როცა ხელოვნებას ეხება. ხელოვნება ადამიანის გულამდე მიდის. ეს არის ნიჭიერი ადამიანის შექმნილი ხელოვნება. თუ ადამიანის გულამდე არ მიდის, ესე იგი ის არ არის გულწრფელი. ანუ შენ ვერ შეძელი შენი თავის გამოხატვა. ნახე, მან ყოველთვის მაქვს ხოლმე ესეთი აზრი, რომ ადამიანმა შეიძლება სრული გულწრფელობა ჩადოს, შექმნას შედევრი, იმიტომ შედევრს უეძახი ყველაფერს, რაც გულწრფელად შეიქმნა. ეგრეა, კი ბატონო. რაც არ უნდა დამიხატოთ, ეხლა თუ გულწრფელი იქნება, ეს ჩემთვის იქნება შედევრი. თუ ეს მე გავიგე. შეიძლება პირობითად ვერ გაიგოს ადამიანმა, ვერაფრით ვერ ჩაწვდეს ნიმუშს, მაგრამ პირობითად რაღაც არაგულწრფელი მუსიკა, არაგულწრფელი ნახატი, უბრალოდ კარგი ტექნიკით შესრულებული ჭყალებში გაიყიდოს ძალიან კარგად, მაგრამ ესეთი ნამუშევრები, ანუ ამ კარგი და ცუდი რა ხან ახსენეთ, მაგიტომ მაინტერესებს. აქ დინამიკაში უნდა განვიხილოთ, ყველაფერი რაც ნიჭიერი ადამიანის შექმნილია და გულწრფელია, თაობებს უძლებს და თაობებს მოსწონთ. და პირიქით, თუ გულწრფელი არ არის, შეიძლება რაღაც კატეგორიამ დროებით წაიღოს და მერე დაიკარგოს. ამიტომ გულწრფელი ნამუშევრი შეიძლება კონკრეტულ ჯგუფს არ მოეწონოს ახლა, მაგრამ მოეწონოს 10 წლის მერე სხვა ჯგუფს. მიხდი? ანუ დროსა და სივრცეში თუ განვიხილავთ, ვიღაცა ადამიანი აუცილებლად დაინახავს ამაში რაღაცა მნიშვნელოვანს. ამიტომ რო ავიღოთ ჩვენ დიდი მხატვრები ან დიდი პოეტები, ყველა ადრე თუ გვიან მივიდა ადამიანის გულამდე და რაც თავი საუკუნეები დარჩა. აი არ ვიცი ხა, შოთა რუსთაველი, ხო? ამდენი საუკუნეა არის, ხო? და არა მარტო არის, აგერ სწავლობთ, ზეპირად სწავლობთ და ჩვენ სოფხედელობაზე ახდენს გავლენას, ხო? ფიროსმანი მაგალითად, ხო? ნიკო. ხო, შეიძლება იქ სამწუხაროდ სიკვდილის მერე დაფასდა, მაგრამ თავარია რომ დაფასდა. იცი რა არის? ნიკოს ეპოქაში არ იყო სოციალური ქსელი და გავრცელება. რაღაცის ნელა ხდებოდა და ამიტომ რომ ნიკოს რო ეცხოვრა სოციალურ ქსელების ეპოქაში, დაფასება უფრო სწრაფად მოვიდა. იმიტომ რომ უფრო მარტივად მივიდო და მარტივად იპოვნიდა ნამუშევარი ადამიანს. გიხდი? იგივე შეიძლება იყოს მოდელიანზე ან სხვა ნებისმიერ დიდ შემოქმედზე, რომელიც გვიან დაფასდა. სოციალურ ქსელებმა დააჩქარა ყველა პროცესი, უარყოფითიც და დადებითიც. ანუ შედეგები სწრაფად მოდის დადებითიც და უარყოფით შედეგები სწრაფად მოდის. აი, სუმიდო და მეკითხა. თითქმის ყველა ფსიქოთერაპევტს ვეკითხები ხოლმე ამას რა. რა განაპირობებს, რას ფიქრობ იმას, რომ რაღაცა მე მომწონს, თქვენ არ მოგწონთ, ან პირიქით იქნება ეს ხელოვნური ზირითადად ხელოვნებას ეხება. ფილმი, სურათი, ტანსაცმელი, მარტო გემოვნება? არა, გემოვნება ზოგადია ძალიან. განაპირობებს კონკრეტულად ჩემი ღირებულებები. სიღრმე რა არის? თუ რომელი ადამიანი მომწონს, რომელი ნამუშევარი მომწონს, ან რომელი ფილმი მომწონს, ამას განაპირობებს რა? ჩემ შინაგან მდგომარეობას რა ეხმიანება. მიხდი, პირდაპირ გამოხატავს, ანუ ის თუ რა მოგწონს, ამით შეგიძლია შენ გაიგო რა ხდება შენში. მიხდი? იმიტომ რომ რაც გახარებს და გაბედნიერებს გარეთ, ეხება შენს საჭიროებებს და მის დაკმაყოფილებას და რაც გტკენს, ის ეხება შენს ტრავმებს და შენს ჭრილობებს. ამიტომ დააკვირდით ამას, იმიტომ რომ კარგი ინდიკატორია საკუთარი თავის უკეთესად შესაცნობად. ანუ პირობითად შენ თუ აი ძალიან კარგი ინდიკატორი მაქვს მე, შენ თუ მოგწონს შავი იუმორი. ძალიან
ძალიან მაგარი. ეს რა არის? ეს არის აგრესიის გამოხატვის პრობლემა. იმიტომ რომ შავი ჰუმორი ეს არის აგრესიის ლეგალური გამოხატვა. და ხე შენ რო თქვა რომ რაღაცა მე მინდა რომ ვიღაც ადამიანები ამოწყდნენ ხალხი განგსჯის ხალხი შეგაფასებს და ქვას გესვრის. მაგრამ ეს უნდა შეფუთო შავი ჰუმორი. მაგრამ შენ თუ ამას იუმორით გამოხატავ, აი ბრას ადამიანების მიმართ, რომელსაც თავის საფუძველი აქვს, მაშინ შენ ამ ბრაზისგან განმუხტვას ახდენ სოციალურად მისაღები ფორმით. თან ვიღაცებს აცინებ. ეგ არის მისაღები ფორმა, ანუ ადამიანები გიდასტურებენ, რომ შეიძლება რომ შენ ეს ბრაზი გქონდეს. და რატო ეხა მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ არ გაუკეთო შენ ემოციას რეპრესია. იმიტომ რომ ამ ბრას თუ შენში ჩაკლავ, ამ აგრესიას თუ ჩაკლავ შენში. ეს ან აფეთქდება სადმე და შეიძლება ვიღაცას პირდაპირ მნიშვნელობით თქვა ესროლო, ან ფსიქოსომატური დაავადებების სახით გამოვლინდება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიპოვოთ გამოხატვის ფორმები. ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, როგორც სოციალურად მისაღები გამოხატვის ფორმები. ხო, ამიტომაც ფილმები გვეხმარება ამაში, გვეხმარება ხელოვნების ნიმუ, პოეზია გვეხმარება, გალაქტიონს რო გადახედო, რა ხდება გალაქტიონის პოეზიაში? დრამაა სულ. და რა შემჭირდება დრამა, მოდი ეს კითხვა დავსვათ. იმიტომ რომ მე ხა წავიდე და ვიწუწუნო ჩემ მეგობრებთან, მათ შეიძლება მითხრან, რომ აი რა, ნუ წაიღე ტვინი შენი იმით, რა ქვია, დრამებით. მაგრამ როდესაც გალაქტიონის ლექსს კითხულობ, დაშმიკრავენ, ანუ ეს დრამა ერთი გამოხატვის ფორმით მიუღებელია და ერთი გამოხატვის ფორმით ეს ძალიან მისაღები. თავისთავად. ძალიან საინტერესოა ესე და კაი ინდიკატორი დასვი ახლა იმაზე, რომ შევიმეცნო ჩემი თავი უკეთ, იმითი თუ რა მომწონს და რა არ მომწონს. მოусმინო, უყურო, რატო არ მომწონს, რატო მომწონს. ძალიან კარგი ის არის ავორჯიშო. ადამიანებს გონიათ ხშირად, რომ მე რო რაღაც არ მომწონს, ან შე რო რაღაც არ მოგწონს, ეს მისი ბრალია, ის არის ცუდი. არა. სინამდვილეში ეს მასზე არც არ ამბობს. ეს შინაგან მდგომარეობაზე ამბობს, შენსაზე რაღაცას. ანუ შენ თუ სოციალურ სკოლას აკრიტიკებ, ან კონკრეტულ ადამიანს აკრიტიკებ, განა ის არის ცუდი. ეს შენ შინაგან მდგომარეობაზე მეტყველებს. შენ თუ ვიღაცა გძულს, ეს მასზე არც არ ამბობს. ეს შენ შინაგან მდგომარეობაზე ამბობს ყველაფერს. ამიტომ შეგიძლიათ სხვა ადამიანებსაც დააკვირდე, რას ამბობენ და როგორ საუბრობენ მესამე პირებზე. ამით შენ მიხვდები რა ხდება მათში. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ილია, დროში სამწუხაროდ ვერ ვეტევით და აი ხარ აქ მოგვიწევს შეწყვეტა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ კიდე შევხვდებით და ბევრ საინტერესო რამეზე ვისაუბრებთ. ძალიან კარგი რჩევები იყო, ძალიან კარგი ანალიზი იყო და ვისაც სურს ჩვენთან მოსვლა, იქნება ლინკი, შეგიძლიათ პრაქტიკაში ითანამშრომლოთ და მადლობას მოგახსენებ მობრძანებისთვის. აი ხარ. ალბათ დროებით. ნაგრად. კარგად.